მოგესალმებით, ეს სპორტერა, მე კი დავით ერაძე ვარ. სპორტის სათამაშო და ჩვენთვის ტრადიციულ სპორტის სახეობათა შორის ხელბურთი უკანასკნელი იყო, რომელიც უდიდეს ფორუმზე გასვლას ვერ ახერხებდა. ჯემალ ცერცვაძის, იმედო ფხაკაძისა და ალექსანდრე ამპილოგოვის ქვეყანაში ბუნებრივია არსებობდა ამბიცია, რომ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე უნდა ეთამაშა. დაი დიდი მოლოდინისა და შრომის შემდეგ ეს დღეც დადგა. საქართველო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება, რომელსაც გერმანია იანვარში უმასპინძლებს. დღევანდელი გადაცემის სტუმრებიც ამ გამარჯვების უმთავრესი შემოქმედები ზურა ცინცაძე და ხელბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე კალანდაძე იქნებიან. წინა გადაცემაში უკვე გაგაცანით გიორგი ცხოვრებაძე, რომელიც ფრანგულ და ევროპულ გრანდ მონპელიეში თამაშობს. ზურა ცინცაძე კი ალბათ ყველას დაგამახსოვრდათ ურთულესი მოგერიებული ბურთების წყალობით. ამ მაგალითზე ქართული ხელბურთის გზაზე და მომავალზე დღეს ბევრს ვისაუბრებთ. გამარჯვებების ისტორიას დემურ ქაჯაია გააგრძელებს, რომელიც ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონია. ჩვენმა მოკრივემ ფინალში რუსი სპორტსმენი დაამარცხა და დამეთანხმებით ამ გამარჯვებას სხვა გემო აქვს. დემური სპორტერა სტუდიაში ამ გამარჯვებას გაიხსენებს და სამომავლო გეგმებსაც გაგვიზიარებს. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი საუკეთესო მეგობარი არის კოკა-კოლა ბრენდი, რომელიც ყველა სპორტული წარმატების მთავარი მხარდამჭერია. სწორედ კოკა-კოლაა მთავარი სპონსორი UEFA-ს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისა, რომელიც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სტარტს 20 ივნისიდან აიღებს. ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები უკვე კოკა-კოლას ეტიკეტზეც არიან გამოსახულები, რაც ჩვენი სპორტსმენებისთვის და ხომაგებისთვისაც დამატებითი მოტივაციაა. ახლა კი სანამ სტუდიაში სტუმრები შემოგვიერთდებიან, ერთად გადავხედოთ იმ სპორტულ მოვლენებს, რომლებიც სპორტერას კვირის დაიჯესტში მოხვდა. საფრანგეთის ლიგა 2-ის 36 ტურში ბორდომ ლავალის 3-0 მოუგო. ზურიკო დავითაშვილმა კი გოლითა და საგოლე პასით გამეტწუზე საჯარიმოში ბრწყინვალედ ითამაშა. მცველი ეფექტურად მოატყუა და მეკარეს შორეულ კუთხეში ლამაზი გოლი გაუტანა. ანგარიში 2-0 გახდა. 59 წუთზე დავითაშვილმა საგოლე პასით შეასრულა. მან საჯარიმოში ჩააწოდა და ნორვეგიელმა მცველმა სტიან გრეგერსენმა სხვაობა 3-მდე გაზარდა. დავითაშვილი 86 წუთზე შეცვალეს. მის ანგარიზე ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 5 გატანილი გოლია. ორჯერ კი საგოლე პასი შეასრულა. ბორდოს 69 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. სეზონის ბოლომდე კი მხოლოდ 2 ტური რჩება. ქართულმა ფორვარდმა გენგამთან საგარეო მატჩი ანგარიში 21 წუთზე გახსნა, როცა ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმში სტუმრებმა გაუშვეს და თამაში 1-1 დასრულდა. მიქაუტაძეს ლიგა 2-ის 35 მატჩში 23 კაენის ფეხბურთელს ალექსანდრ მენდის 5 გოლით უსწრებს. მეც 66 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. საქართველოს ეროვნულ ლიგაში მე-15 ტურის მატჩები გაიმართა, რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა. ერთმანეთ ჩემპიონატის ლიდერები დაუპირისპირდნენ. დინამო თბილისმა აუთსაიდერ შუქურასთან 2 ქულა დაკარგა. თამაში დრამატული გამოდგა. მე-6 წუთისთვის დინამო გულად ომარ იმრანის დუბლით დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ მერე 3 გოლი გაუშვა და 2-3 მარცხდებოდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა გიორგი ხარაიშვილისა და ვაგნერის გოლებით სიტუაცია შეცვალა. ისევ დაწინაურდა, თუმცა 87 წუთზე დავით მუჯილმა ქობულეთელებს ქულა გადაურჩინა. დინამოს 28 ქულა აქვს და მე-4-ზეა, ხოლო შუქურა 8 ქულით მე-9 პოზიციაზეა. სამგურალი ტურს 8 მატჩიანი მოგებათა სერიით და დინამო ბათუმთან თანაბარი ქულებით შეხვდა ლიდერს. იმერლები ამ თამაშს იგებდნენ გიორგი ნიკაბაძის გოლით, მაგრამ პირველივე ტაიმში ვლადიმერ მამუჩაშვილმა წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეეცვლილა, ლიდერებმა ქულები გაიყვეს და 32-32 ქულით ლიდერობასაც იყოფენ. თელავმა უნიშნელოვანესი ქულები მოიპოვა და შინ ქუთაისის ტორპედო 1-0 დაამარცხა. კახელები 11 ქულით მერვე ადგილზე არიან, ტორპედოს 20 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. თბილისის საბურთალომ გაგრა 2-1 დაამარცხა და დინამო თბილის გადაასწრო. ომარ თეთრაძის მომზადებულმა გუნდმა გასვლაზე იური ტაბატაძის დუბლით მოიგო. ტურის კიდევ ერთ მატჩში გორის დილამ სტუმრად სამტრედია 2-1 დაამარცხა და მეხუთე პოზიციაზეა 27 ქულით, ხოლო იმერლები 7 ქულით ბოლო ადგილს იკავებენ.
ქუთაისის ტორპედოს მთავარ მწვრთნელად სტივ კინი დაინიშნა. 55 წლის შოტლანდიელმა კონტრაქტი გააფორმა და მისი დებიუტი თელავთან შეხვედრაში შედგა. კინი ბრიტანეთში მუშაობდა და მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ის 2010-2012 წლებში ბლეკმენ როვერსის მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო ასისტენტად ამავე კლუბში, სოსიედადში, კოვენტრისა და მელბურნში მუშაობდა. ქუთაისის ტორპედო 14 ტურის შემდეგ 20 ქულით სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზეა. სუმოს ლეგენდა ტრამვასთან დამარცხდა. ლევან გორგოძემ იგივე ტოჩინოშინმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. 35 წლის ტოჩინოშინი ნაცუბაშოზე მეორე დივიზიონში ასპარეზობს და 5-დან 5 მარცხი აქვს. მას ძველი ტრამვა აწუხებს. ქართველი სუმოში 2006 წლიდან გამოდიოდა და ჯამში 102 ბაშოზე მიიღო მონაწილეობა. 2018 წელს ტოჩინოშინი იმპერატორის თასს დაეუფლა, რაც სუმოში უმაღლესი შედეგია. თავის დროზე ის 4 წლის განმავლობაში ოზეკის ანუ ჩემპიონის სტატუსით ასპარეზობდა, ხოლო 4ჯერ იმპერატორის თასისთვის ბრძოლაში მეორე ადგილზე გავიდა. ლევან გორგაძემ 691 ბრძოლა მოიგო, ხოლო 614-ჯერ დამარცხდა. ბრუნდებით გადაცემაში ძალიან მოხარული ვარ, როდესაც აი ამდენი სასიხარულო ინფორმაცია ან ზოგადად ბევრი ინფორმაცია მოგვაქვს თქვენამდე და ამაში ყოველთვის დაიჯესტი გვეხმარება და ერთ-ერთი წინა დაიჯესტში ჩვენ დიდი სიხარულით გამცნეთ, რომ ქართული ხელბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა და ეს არის ქართველი ხელბურთელების პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა, რაც მართლაც უდიდესი შედეგია და მე შესავალში ვთქვი, რომ იმ ქვეყანას, რომელსაც აქვს ნამდვილად საამაყო სპორტის ამსახეობით, იმიტომ რომ ყავს ძალიან ბევრი გამორჩეული ხელბურთელი, რომლებიც მსოფლიო ხელბურთის ისტორიაში ჩედიან, ნამდვილად იმსახურებდა ევროპის ჩემპიონატზე თამაშს და ამ თაობამ და ამ ნაკრებმა ეს მოახერხა. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე კალანდაძეა ჩვენთან სტუდიაში, ხოლო ნაკრების წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ზურაბ ცინცაძე უკვე მაკედონიიდან ჩაგვერთოება ჩვენ ნაკრების მეკარე, რომელმაც 12 სეივი ჰქონდა ხო ამ შეხვედრაში, საოცრ ბოლო შეხვედრა უნგრეთთან თამაშზეა, რა თქმა უნდა, საუბარი თამაშზე, რომელშიც ჩვენი ნაკრები, მოდი ესე ვთქვათ, გულწრფელად არ ითვლებოდა ფავორიტად, ვინაიდან ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს ხვდებოდით და უნგრეთში შევძელით ჩვენ გამარჯვება. გილოცავთ პირველ რიგში ტიტე და აი როგორ შეძელით ნაკრებისთვის აი მის შთაგონება, რომ ყველაფერი შესაძლებელია თანაც ისეთ ნაკრებთან როგორიც უნგრეთია. პირველ რიგში მივესალმები თქვენ მაყურებელს, უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის. ჯერ კიდევ ვერ გამოსულვართ აი ეიფორიიდან, იმ მდგომარეობიდან, რაც მოხდა, რაც არის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, იმიტომ ეს ისტორიულია. რა თქმა უნდა, ყველა დამოუკიდებელ საქართველოში ყველა ამას ნატრობდა, რასაც ჩვენ დღემდე ვერ მივახციეთ, უბრალოდ უკვე დღეს მივახციეთ. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველაფერში დადებითად აისახება, იმიტომ რომ მოთამაშეები აბსოლუტურად ყველა ალბათ უკეთეს კლუბებში გადავლენ. მოტივაცია იქნება ყველა იმ ახალგაზრდა ხელბურთელს, რომ უკვე ჩვენ ესე იგი შეგვიძლია ამ დონეზე ვითამაშოთ და იქნება ალბათ უფრო ახალი ბავშვებიც ახალი თაობა წამოვა. Ну, არ ვიცი, ბევრი რაღაცას ისწავლიან ამ თაობისგან, მაგრამ მით უმეტეს ვიტყოვდი იმას, რომ ამ თაობას თვითონ ბევრი აქვს სასწავლი, მაგრამ ამ ახალგაზრდებმა ვიტყოდი ესე, რომ ძალიან დააჩქარეს ეს ყველაფერი და ვიტყვი, რომ პირველივე შესარჩევში ისინი უკვე ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ, ასე რომ მიულოცავ მათ. ტიტე, აუცილებლად უნდა კითხო თაობებზე. ის თაობა, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, იყო ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული, რეალურად მეკარიდან დაწყებული, რო ავიღოთ, ჩემი მოგვარე იყო სხვათა შორის მეკარე, დამთავრებული მოედნის პარკეტის მოთამაშეებით. აი, რა იყო ამ წარუმატებლობის თუ ამ წარმატების საიდუმლო? აი, რა მოხდა ამ პერიოდში? იმიტომ რომ მართლა მახსოვს მე ის ხელბურთელები, რომლებსაც მართლაც შეეძლოთ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა. აი, დღეს რა მოხდა? მართალი რო გითხრათ, მაშინ უფრო ბევრად ძნელი იყო ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა, იმიტომ რომ უფრო ნაკლები თამაშობდა, უნდა ვაღიაროთ ეს, მაგრამ თუნდაც ეხლა იმას ვიტყოდი, რომ ეხლა უფრო ბევრი ძლიერი გუნდია ევროპაში, ვიდრე ადრე იყო. ესეც არის გასათვალისწინებელი და კიდევ ვიტყვი, რომ იმას, რომ ჩვენ არ ველოდებოდით.
კიდე ბევრჯერ მაქვს ეს ნათქვამი, რომ არ ველოდებოდი თითქოს, მაგრამ ეხლა ჩვენ ყოველთვის მოსაგებად გავდივარ და რა თქმა უნდა, როცა მოსაგებად გადიხარ, იქ მდგომარეობიდან გამომდინარე, შენ მაქსიმუმი უნდა გამოიყო და ყოველთვის ელოდები უკეთეს და გამარჯვებასაც ელოდები, რა თქმა უნდა, მაგრამ ისე რომ გვერდიდან შევხედოთ, ხო, ჩვენი მომავალში გქონდა ის გეგმა, მე აღვნიშნე კიდევაც წინა, ასე რომ რაღაც სასწაული მოხდა რა, კიდე ვიმეორებ, რომ ამ ახალგაზრდებმა ესეთი რაღაცა გააკეთეს, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ვიღაცამ რაღაცა გვაშუქა, ამ ბავშვებმა იბრძოლეს, ამ ჩვენმა მოთამაშეებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა, ბევრი იყო სალაპარაკო, ბევრი იყო რაღაცა ახალი ხელწერა ყოფილიყო, შეგვეცვალა ჩვენი სტილი, ჩვენი ტაქტიკა და სხვათა შორის ამან გაამართლა, იყო ფსიქოლოგიური ლაპარაკი ბავშვებთან, მოთამაშეებთან იმის შესახებ, რომ თქვენ შეგიძლიათ ნამდვილად ნიჭიერი ახალგაზრდობა მოხდეს. რამდენია ის საშუალო ასაკი ჩვენი ნაკრების? ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ჩვენ ვართ, მე ამას ვიტყოდი რა და საშუალო ასაკი ალბათ 23-24 წელი. ძალიან პატარაა ხელბურთისთვის. ძალიან პატარაა, იმიტომ რომ ხა პრინციპში ისიც რო ვთქვა, პირველ შვიდეულში მიშედის, უფრო პირველ შვიდეული უფრო ახალგაზრდა არის კიდე ვიდრე საშუალო ასაკი ჩვენი ნაკრების. და ასე რომ კიდევ ვიძახი, რომ ჩვენი გუნდი არის ახალგაზრდული გუნდი. ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე გამოდიან ამწლოვანების ბავშვები და ჩვენ კიდე უკვე სენიორებში გამოვედით ეროვნული ნაკრების სახით და ესეთი რაღაცა შეძლეს. ყველა ნაკრებს, ყველა სპორტის სახეობაში ყავს გამოკვეთილი ლიდერი. აი, ჩვენს ხელბურთის ნაკრებში ვინ არის ასეთი? ვერავის ვერ გამოვყოფ, მაგრამ რა თქმა უნდა თამაშზე ვიღაცა უფრო უკეთესად თამაშობს, ვიღაცა ყოველთვის არის გამოკვეთილი და ამიტომაც აძლევენ იმ მოთამაშეს მაგალითად MVP-ს, ხო? და ამ თამაშებზე, ამ შესარჩევში ყველაზე მეტი MVP დაიმსახურა ჩვენმა მეკარემ, რასაც ნამდვილად იმსახურებდა, დამსახურებლად მიიღო მან ეს ჯილდოები. და პირველ ყოველთვის ვამბობდი, რომ მეკარე ისედაც ნახევარი გუნდია და მით უმეტეს, როდესაც უკეთესად თამაშობს, მაშინ უფრო უადვილდება მთელ გუნდს გამარჯვების მიღწევა. თუნდაც ის რამდენს ნიშნავს, რომ ბოლო თამაში მაგალითად მოიგერია 12 ბურთი, მაგრამ ის მთავარი ბურთი მოიგერია ბოლო წამებზე. და შემიძლია ერთ-ერთი შევადარო არგენტინა საფრანგეთის ფინალს, როდესაც საფრანგეთი 1-1-ზე გავიდა და იქ დამთავრდებოდა ყველაფერი აბსოლუტურად. მოიგერია მეკარემ, გადავედით შეტევაში, უბრალოდ ისინი უკვე გადავიდნენ დამატებით პენლები და არგენტინამ გაიმარჯვა და ჩვენ ზუსტად ამ ბოლო წამებზე ზურა მოიგერია ეს ბურთი, გადავედით შეტევაში, დავამთავრეთ შეტევა გოლით და ეს გოლი იყო გამარჯვების და ყველაზე დიდი გამარჯვებას იმას ვიტყვი, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავედი და კიდე შევადარებ იმას, რომ დღევანდელი კი არა, ეს გოლი ის დღე შემიძლია შევადარო ფეხბურთში მაგალითად 13 მაისს, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ ესეთი რაღაცა არ მიგვიღწევია. ნამდვილად. უფრო კარგი იქნება რომ მე თასი ავწიოთ, მაგრამ ეს ძალიან დიდი სამუშაოა. და რა თქმა უნდა, თქვენი აი ამ საუბრის მერე ძალიან მარტივად გადავალთ უკვე ჩვენს სტუმართან, ზურასთან, რომელიც გველოდება მაკედონიაშია, როგორც გითხარით, ზურა იქ თამაშობს. მოგესალმებით ზურა, ძალიან ბევრი ისეთი სიტყვები გაიჟღერა თქვენს მისამართით თავარი მწვრთნელისგან და რა თქმა უნდა, უერთდებით ჩვენც. თბილისშიც არანაკლები სეივები ქონდათ, მოდი ესე ვთქვათ და შემდეგ უკვე იგივე გაგრძელდა უნგრეთშიც. რამდენად რთული აი ესეთ ემოციური თამაშების გახსენება და თქვენი თამაშის შეფასება? მოგესალმებით, მივესალმებით მოსმაყურებელს, მივესალმებით ასევე ჩვენს თემას, როგორც არის. მოგესალმებით ზურა. რა თქმა უნდა, ძალიან რთული თამაშები ჰქონდა ჩვენი ნაკრები, როგორც ახსენა, ისინი ძალიან ახალგაზრდული გუნდი ვართ, არ გვაქვს საერთოდ გამოცდილება, როგორც ნაკრებს ასეთი დონის ტურნირებისთვის, არ გვიასპარეზია ეს დონეზე, რა პირდაპირ ვთქვი და ერთგვარად თან იყო ასეთი ემოციები, რომ ძალიან გვიხაროდა ამ ეტაპზე თამაში და ამავდროულად დაგვიმტკიცებინა, რომ ჩვენ არ ვართ შემთხვევით მოხვედრილები, მაგრამ შემთხვევით მოვხვდით იდეაში და დავამტკიცეთ, რომ ასე თუ ისე ბრძოლის უნარიანი გუნდი ვართ, ახალგაზრდები, ჯერჯერობით არ ვართ, ესე ვთქვათ,
სტაბილურად კარგად ვერ თამაშობ, რაღაც ჩავარდნები გქონდა მაგალითად როგორც სახლში ვითამაშეთ შვეიცარიასთან, სადაც ჩვენ წველოდით და ჩვენი მაყურებელი წელოდა რომ დამთავრდებოდა მოგებით, მაგრამ აი ეს არასტაბილურობა გამოჩნდა აი ამ თამაშში და ნუ ვერ მოვახერხეთ. შედეგი დაგვრჩა შვეიცარიასთან, მაგრამ აი სწორედ აი უნგრეთთან უკვე რაღაც სიურპრიზი სავით გამოგვივიდა, მოვახერხეთ ის, რაც მგონი ევროპაში კი ესეთი შედარებით რო ავიღოთ გუნდები, ესეთი რაღაცა არ ხდება რა, არც ქვეყნის ნაკრების ჩემპიონატი არ გაუკეთებია ამ ხელარ განსხვავება კლასშურის და შედეგით შესაბამისად. კი, ხელბურთში მით უმეტეს რთულია ასეთი რამ, კი, ნამდვილად. ზურა, აუცილებლად უნდა გითხო, ჩვენ ნახეთ ის ემოციები, რომელიც თითოეულ შენს მოგერიებულ ბურთს მოსდევდა. აი, გძნობდი თუ არა, რომ ეს ემოცია გუნდსაც ედებოდა და რაღაცნაირად მუხტავდა ბიჭებსაც? არა მარტო გუნდსაც ედებოდა, გუნდის ემოციებით მე როგორ ვიყავდი, ერთი ემოცია უქონდა სულ ყველას. როგორც თითოეული ეხლა მან და არ ჩანს როცა ჩვენი ვიტანთ მე რა ემოციები შევარ და გოლებს რო ვით ყველა გოლზე ვყიდოდი ანუ თამაშის ბოლოს ხმაც არ მქონდა ვერ დავუბრუნდი იმიტომ რომ იმდენად ჩართული ვიყავით ყველანი თამაში თუნდაც ვინც სადარიგოს კამზე იყო რომ ანუ ყველა ბოლომდე და გაიღო თავისი თავი რაც შეეძლო და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოქმედებს და აი გამოჩნდა კიდევაც უბრალოდ ის მოხდა რომ იმსახურებით ჩვენი ბრძოლით ჩვენი აი თავდადებით გამარჯვებას და აი ყველაფერი ის შემოწიოდა ბოლოს ამ წუთში 2 ბურთს ვაგებდით და 3-0 დავამარცხეთ ისე ვთქვათ ბოლოს ამ წუთში უნგრეთი და ჩემი აზრით დამსახურებულად გავიმართა. ორჯერ დასახელდი ზედიზეთ MVP-თ ეს შემთხვევით არ ხდება ნამდვილად აი რამდენად გაიზარდა შენ დამიყურა დღებაც და უკვე მაკედონიაშიც ვიცით რომ დიდი გამოხმაურება მოყვა ჩვენი ნაკრების ამ წარმატებას. ცოტათი შევასწორებ 4 ჯერ გავხდი. არა, 2 ჯერ ზედიზეთ, 4 ჯერ ხო 4 ჯერ ზედიზეთ გახდა მართლა? მე 2 ჯერ მახსოვდა ზედიზეთ ბოდიში. ნო გამოხმაურება რა თქმა უნდა დიდი მოყვა მაკედონიაში ცოტა ჩემ კლუბში კლუბ იმდენად არ გავუხარდეთ მაგრამ რატო? საერთოდ ძალიან მაკედონიაში ესე ვთქვათ საათამდე პირველად ჩამოვედი საღამოს საათები იყო აქ და უბრალოდ ჩემს მეგობარს ხოვე რომ ეს კი ძალიან მშია და რაღაცა გავიდეთ ვიყიდე რაღაცა როგორც გადავედი მანქანიდან უცხო ხალხი საერთოდ სხვა ქალაქში ღამის 12 საათზე მივოცავდა რომ მე საიდან ვიცნობ ამ შუაღამის როგორ შემომჩნია ძალიან გამიხარდა რა ასე ვთქვათ ჟურნალისტები შემოქმნიან მობილოს ზურაი რეალურად ამ წარმატების შემდეგ აი რამდენად მეტია უკვე რწმენა საკუთარ თავშიც და ნაკრებისადმიც რომ ევროპის ჩემპიონატზეც უკვე ბევრად თავისუფლად ითამაშებთ სტრესისგანაც და იგივე წნეხი არ გექნებათ იმიტომ თქვენ თავარი უკვე მიაღწიეთ რა მომენტია ამ დროს გუნდში რა ხდება იგივე აი მწვრთნელებს ამ მუშაობის გაწევა მომიწევთ შეიძლება ერთ-ერთში გამეორდეს ის რომ ჩვენ როდესაც ჩავებით ხო ჩვენგანაც ბევრს არ მოელოდნენ მაგრამ ჩვენ ყოველთვის საბრძოლოდ გამოვდიოდით და ჩვენი ხელწერა უნდა დაგვემყარებინა მაგალითად გუნდში და აი ამ სწორ გზას უნდა გვაქვს ჩვენი ხელწერა გამოჩნდა უკვე სხვა ტაქტიკა არის, სხვა ხელწერა არის, გამოჩნდა და ჩვენ ამას უნდა მივყვეთ. რა თქმა უნდა, ეს დასახვეწია, უნდა დაიხვეწოს რამოდენიმე წელიწადში და ჩვენ ძალიან დიდი იმედები გვაქვს, რომ ჩვენ ბევრად უფრო ძლიერი გუნდი ვიქნებით მომავალ 2-3 წელიწადში. მაგრამ ეხლა რომ მივდივარ, ის მოკლევა და რაც თქვენ გქონდათ პირადად 6 თვეა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხართ, მე მგონი საოცარი შედეგია. ის ბირთვი თქვენ ვისაც ხელმძღვანელობდით ახალგაზრდულ ნაკრები მყავს ხედულობაში გადმოგყვათ უკვე თავარ ნაკრებშიც? ჯერ იმას ვიტყვი, რა თქმა უნდა, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია 6 თვე. წარმოიდგინეთ პირველივე თამაში, როდესაც შვეიცარიასთან ჩვენ ჩავატარეთ, პირველად ნახეთ მოთამაშეები შვეიცარიაში. თამაშის წინ. აი, ყოველი თამაშის წინ ჩვენ გქონდა 2, მაქსიმუმ 3 ვარჯიში. აი და გადავაბათ ერთმანეთთან 6 ჯერ, აი 20 ვარჯიში არ ქონია, არ გვაქვს ჩატარებული და 6 თვე ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, აი თითქმის არაფერი არ გაუკეთებია და უბრალოდ გქონდა ბავშვებთან, მოთამაშეებთან საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა გვეთამაშა ტაქტიკურად.
აბსოლუტურად არც ტექნიკური, არც აბსოლუტურად არაფერი არ გავიკეთებია მაგ მხრივ, რაც ძალიან გუჭირდება, უბრალოდ ერთხელ იყო ახალ წელს ის არ უნდა დაგვაუწყდეს ერთკვირიანი ვარჯიში გქონდა. რა თქმა უნდა და ამხანაგური თამაში შემოგთავაზა ბერძნება, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ და სხვათა შორის გამოჩნდა კიდევაც და ცოტათი ირწმუნეს კიდევაც თავიანთი ძალების ბიჭებმა რა და უკვე ისე არის ჩამოყალიბებული რომ ძლიერი თურქეთის გუნდი, ძლიერი საბერძნეთის გუნდი ადრე როდესაც ჩვენ ურეკავდით რომ ამხანაგური თამაშების პარტნიორები ყოფილიყვნენ ისინი ჩვენები, ისინი არც პასუხობდნენ, იკავებდნენ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დაბალ დონეზე ვიყავით, ესე ვიტყვი. და ეხლა პირიქით იმათმა შემოგთავაზეს და ჩვენ რა თქმა უნდა გახარებულები ვართ და ამას აუცილებლად გამოვიყენებთ რა. ზურა, აუცილებლად უნდა კითხო, რამდენად სხვა განცდა ნაკრებთან ერთად მიღწეული წარმატება და სიხარული, ვიდრე აი კლუბთან თუნდაც? ძალიან დიდი განსხვავებაა, იმიტომ რომ ნაკრებთან ერთად პირველ რიგში შენი ქვეყნის სახელით თამაშობ, შენი ქვეყანას წარმოაჩენ და როგორ გიხარ, ქართული სული უფრო მეტი კი ქართული სული იგრძნობა და ძალიან დიდი სიყვარული მოდის თითოეული მათგანიდან, ქართული რა, როგორ გითხრათ. ქართულად რო ვლოცავთ და ქართულად რო ხდება ეს ყველაფერი ძალიან დიდი ბედნიერება პირადად შენს. დიდ მადლობას გადავუხდი ზურას პირველ რიგში იმ თამაშისთვის, რომელიც მან ნაკრებთან ერთად გამოავლინა და იყო საუკეთესო 4-ჯერ MVP, შემთხვევით არავინ არ ხდება და დიდი მადლობა მას ამისთვის და რა თქმა უნდა ვუსურვებ კარიერულადაც უფრო წინსვლას. ზურას უკვე თბილისში ველოდებით, როდესაც ჩამოვა, ის აუცილებლად იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი. როდესაც ტიტე კალანდაძეა სტუმრად, მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიყენებ იმ შესაძლებლობას, რომელიც მის უკვე ქალიშვილს უკავშირდება, რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი, როგორც სპორტის სხვა სახეობაში, ფრენბურთზეა საუბარი, ის ნამდვილად ტოპ კლუბში თამაშობს და ტოპ მოთამაშე ამ კლუბშიც. რა ხდება ახლა მის თავს, რა სიახლეებია და როგორც ვიცი, ახალი უოუტი დაიწყო, ანუ ახალი ხმის მიცემა. მოდი ესაც ვთქვათ, რომ ჩვენ ვიცით ქართველებმა როგორი აქტიურობა ვიცით ამისთვის. ანუ მადლობა ჩემი ქალიშვილის ხსენებისთვის, დიდი მადლობა. რაც შეეხება ანას, წელს შეიძლება ვთქვათ, რომ საუკეთესო სეზონი ჰქონდა მის კარიერაში. რისი იმედიც გვაქვს, რომ უკეთესი და უკეთესი იქნება მომავალში. დღესდღეობით ანა თავის ქვეყნის ჩემპიონატის ფინალშია გასული და ებრძოლება ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს. ჯერ ფინალები არ დამთავრებულა და დიდი იმედები გვაქვს, რომ გამარჯვებით დაამთავრებს და გამარჯვებული დაუბრუნდება. და ხმის მიცემა უკვე ჩემპიონთა ლიგის მასშტაბით ხმის მიცემა მიმდინარეობს, ნამდვილად ეს უკვე არის ხმის მიცემა იმის, რომ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 6-ეულის მოთამაშე გახდეს. ხო, ვინ იქნებიან და მიდის ხმის მიცემა, ასე რომ თუ მოდი უფრო რომ გააქტიურდეს ჩვენი მაყურებელი, ვიტყვი რომ უშუალო კონკურენტი რუსი ფრენბურთელია და ასე რომ უნდა ვაჭრობოთ ჩვენ. როგორც წინა შესარჩევში და როგორ არის ვოუტი ქართულად ხმის მიცემა ასე. როგორც წინა ხმის მიცემაში იყო ჩვენი მთავარი კონკურენტი რუსი, ამ ხმის მიცემაზეც მთავარი კონკურენტი არის ისევ და ისევ რუსი ფრენბურთელი, რა თქმა უნდა ძლიერი ფრენბურთელია, მე მას ვერ დაუკარგავ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს სრულიად საქართველოში, რომ გვერდში დაუდგება. მაგრამ ანაც რო ძლიერია, იმიტომაა იმ კლუბში და იმიტომაც არის მოხვედრილი. რა თქმა უნდა, ჯერ დღესდღეობით ვლიდერობთ და იმედი გვაქვს, რომ ესე ლიდერობით დავამთავრებთ ამ ხმის მიცემას. ეჭვიც არ მეპარება, მე ჩვენი კარგი ტრადიციაც უნდა გავიხსენოთ, ჩვენ გვაქვს აი ეს ბურთი, რომელიც ხელბურთის ფედერაციასთან ერთად აგერ ტიტემ საჩუქრად განმოგცა და პირველ ავტოგრაფს სწორედ ტიტე დასვამს, შემდეგში რა თქმა უნდა ხელბურთის ბურთზე ავტოგრაფების რაოდენობა გაიზრდება და ეს ხელბურთის ბურთიც დაიკავებს თავის ადგილს. ღირსეულ ადგილს, იმიტომ რომ აქ რა ბურთებიც არის, ყველა უკვე საკმაოდ ისტორიას ატარებს. ალბათ სურვილიც უკვე ჩაიფიქრე ამ ხელმოწერის დროს, ხო? უკვე წინ ისეთი დიდი ტურნირია. იმდენია ჩაფიქრებული, რომ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი წინ და
ტიტე, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი კარგი ტრადიცია, ნახეთ, აი კოკა-კოლას ბოთლი გვიდგას, რომელიც ვერც გავხსენი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს არის საკოლექციო ბოთლი. ეს მოგეხსენებათ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ტარდება და კოკა-კოლამ დაიწყო 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელთა გამოსახულებით თავისი პროდუქციის გამოშვება და ნაკრების ყველა წევრი იქნება გამოსახული, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ შეგროვება, ძალიან მაგარი წამოწყება და კიდევ ერთი ტრადიცია, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენს მეგობარ კოკა-კოლას უკავშირდება, ყველა ჩვენმა სტუმარმა დაგვიტოვა კოკა-კოლა ერთი სიტყვით, რაც წარმოადგენს მათთვის. რა არის კოკა-კოლა ერთი სიტყვით ტიტე კალანდაძისთვის? კოკა-კოლა ჩვენ ოჯახში და ჩვენთვის არის სადღესასწაულო სასმელი. კი ბატონო. ტიტე კალანდაძისთვის კოკა-კოლა უკავშირდება დღესასწაულს. დიდი მადლობა ტიტე სტუმრობისთვის, ბევრი წარმატებები და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის წარსული და ის მართლაც გამორჩეული ხელბურთელები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ყავდა, ალბათ იმსახურებს იმას, რომ საქართველოს ძალიან მყარად დაბრუნდეს სახელბურთო, ევროპის სახელბურთო რუკაზე და ამაში მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. დიდი მადლობა ამისთვის. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ხელბურთელებს და გრძელდება ის ძალიან მაგარი ტრადიცია, რომელიც ჩვენ გადაცემას აქვს. ჩვენ ყოველთვის დიდი სიამოვნებით უთმობთ ადგილს იმ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უკვე დიდი ხანია წარმატებით წარადგენენ ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით. მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ჩვენი სტუმრები იყვნენ ძალიან წარმატებული ქართველი ძალოსნები, რომლებიც ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვეს. დღეს კი ჩვენი გადაცემის სტუმარია ევროპის უკვე 4 ხაზის ჩემპიონი, ძალიან დამეთანხმებით ძალიან მაგარი შედეგია, დემურ ქაჯაია, რომელიც რამდენი წლის ხარ, დემურ? 17 წლის ასაკში 4 ხაზის ევროპის ჩემპიონობა მე მგონი და არა მხოლოდ ევროპის, მსოფლიოზეც მსოფლიო ფინალისტი, ანუ ვიცე ჩემპიონი. საოცარი შედეგებია, მაგრამ მოდი სანამ აქამდე მივალთ აუცილებლად მივალთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი გზა გამლე ამ ევროპის ჩემპიონატზე და განსაკუთრებით ფინალი იყო ჩემთვის და ალბათ ჩემთვისაც ძალიან ისეთი გულში მოსახვედრად, კი სხვანაირი ემოციებით, აი ამ სხვანაირი ემოციებზეც აუცილებლად ვიტყვით. რატომ კრივი და საიდან დაიწყო შენი გადაცემა კრივით? კრივში მოხვდი, დავიწყებ. 5 წლის ვიყავი, როცა მამასთან ერთად დავიწყე ვარჯიში რა. და 9 წლის ასაკში უკვე ჩემს სოფელში არსებულ პატარა დარბაზში, ესე რომ ვთქვა. მამას მოყვარული იყო კრივის თუ რატო? მამა იყო კარატისტი და ასევე ყოფილი სპეცრაზმელია. მივედით ესე დარბაზში და პირველად რო ჩავიცხოლთათანავე ესე მომეწონა და დავინტერესდი რა. 9 წლის ასაკიდან ვარ უკვე დაკავებული. 12 წლის ასაკის რო ვიყავი, პირველად მაშინ გავხდი საქართველოს ჩემპიონი და აი იქიდან მოდის ეს мотиваცია და ყველაფერი. აი რამაც მივაღწევინა ამ წარმატებებს. გაკვირით, თქვი მამა იყო სპეც დანიშნულების ჯარის თანამშრომელი. კი, აი რამდენად იყო მისი როლი, აი უკვე ჩვენ მე ვიცი ძალიან დიდი როლი მიუძღვის აი ჩემ წარმატებებში. თავისი ვარჯიშებიც ქონდა, ხო, თქვენთვის სპეციალურად შემუშავებული. კი, რავი, კარატეს ვარჯიშობდი 5-დან 9 წლამდე და მე გადავედი უკვე კრივზე რა. შემდეგ რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს ეხლანდელს, ვიყავით ერევანში. მე მომიწია 4 ბრძოლის ჩატარება ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად რა. მოდი აქვე ვთქვათ, არ გამომივიდეს ისე რომ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ დემურთან ერთად იმ ევროპის ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული 54 კილოგრამ წოდით კატეგორიაში გორ აივაზიანმა მოიპოვა. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მასაც და ულოცავთ მასაც, იმიტომ რომ ისიც ზედიზედ გახდა თუ არ ვცდები სამჯერ არის კი ასე რომ კრივში ძალიან კარგი თაობა გვესდება ფაქტია უკვე გავაგზავნოთ აი ძალიან საინტერესო ადგილას იყავით ხო 4 ბრძოლა მომიწია რა პირველი ბრძოლა შევხვდი მოლდოველ მოკრივეს რომელთანაც აშკარა უპირატესობით გავიმარჯვე ასევე იყო რუმინელთანაც და იტალიელთანაც ანუ ამ დროსაც შეწყვიტეს ორთა ბრძოლა ხო აშკარა ამის გულისხმობ აი 5-ვე მსაჯის გადაწყვეტილებით გავიმარჯვე მე მეოთხე ფინალში რუმინელს მოვუგე, ნახევარფინალში კი იტალიელი გამარცხე. ფინალს რაც შეეხება მომიწია რუს მოკრივესთან ბრძოლა. ხო, თან ფინალი იყო, თან რუსი იყო, ორმაგად პასუხისმგებლობა და აი ყველაზე მაგარი გზნობა იყო რუსთან გამარჯვების შემდეგ რა. 4ჯერ ხო ვარ, მაგრამ აი თან ფინალი, თან რუსი ყველაფერი ერთმანეთს რო დამემთხვა, მაგარი იყო. აი ამ დროს განსაკუთრებით გერთვებოდა ის მამის მონაყოლიც, აი რუსეთზე, ყველაფერი ალბათ ამ დროს მოქმედებს. ყველაფერი მოდის ხო აი საქართველოს რუსეთი მაინც ხო ვიცით. კი რა თქმა უნდა. ხო, ძალიან მაგარი ემოციები იყო, ხა.
მე ყოველთვის ხას უსვამ, რომ აბსოლუტურად სხვა თაობა მოდის, სხვანაირი მოტივაციით და სხვანაირი მომზადებით, აი ეს თაობა ხარ ფაქტობრივად შენც, რომელმაც აი შენ თქვი, რომ 9 წლიდან უკვე დავიწყე ამ სპორტით ვარჯიში, აი ნაბიჯ მიდიოდი და აი ფაქტობრივად დღე არ ჩაგიგდია, როგორც მე ვიცი ვარჯიშის გარეშე, არა? არა, რა თქმა უნდა, შრომის გარეშე წარმატება ფიზიკურად ვერ მოვა რა. შრომა, დისციპლინა, მონდომება და მოთმინების ხარჯი შეუძლია ამ ყოველფრის მიღწევა. მე აუცილებლად უნდა გითხრა, ვინც შენს ორთაბრძოლებს თვალყური ადევნა, აუცილებლად უნდა თქვა, რომ გაქვს ძალიან სანახაობრივი ჩხუბი, აი ძალიან, აი თითქოს ხანდახან არ ვიცი, აი ეთერში შეიძლება თუ არა ამ სიტყვის თქვა, მაგრამ თითქოს ეკაიფები მეტოქეს რაღაც იწვევ, რომ უფრო გააბრაზო და ისარგებლო მისი მოდუნებით, თუ რა, აი ძალიან მომწონს მე პრინციპში. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, შემდგომ უკვე პროფესიონალური ლიგა რო დაინტერესდეს. ყველას აინტერესებდა თუ რინგზე ასვლის წინ რას გრძნოდია, რინგზე ავდივარ მაქსიმალურად დამშვიდებული რა, არანაირი. აბსოლუტურად არ გავს ეს რაღაც. ვცდილობ რომ მაქსიმალურად დავიმშვიდო თავი რა და რინგზე ავდივარ მხოლოდ აი სიამოვნების მისაღებად რა ესე რომ კი აი ჩემი ბრძოლით ვიღებ სიამოვნებას ესე გამოდის და ისეც მეხმარება რა არ მაქვს სხვა ემოციები რო წავაგო ხალხი რა სიტყვის ან რა მოხდება ეგ უფრო ბოჭავს რა ესე რომ ვთქვათ კი, ნამდვილად. აი პირველად გავიგე, აი როდესაც ინდივიდუალურ სპორტის სახეობაზეა საუბარი, თანაც ორთაბრძოლაზე სიამოვნების მიღება. აი რას ნიშნავს ეს? აი ეს მინდა რომ უფრო ფართოდ. აი ჩემ ჩხუბებს თუ აკვირდები, უფრო ვარ გახსნილი თავისუფალი და თამაშობ რა, ალბათ ესე ვიტყოდი რა. თან რა. აი როგორ ფიქრობ, აი ამ სტილს გამოყავს მეტოქე წყობიდან? ალბათ გამოყავს. შეგიმჩნევია შედეგი? შემიმჩნევია თან ჩხუბის დროს ყოფილა აი შეძახილების შეურაცხყოფა, მაგრამ მაქსიმალურად არის რინგზე მოსულა ეგეთი რაღაცები. ხო რა, მოსულა თუ არ მოსულა, მომხდარა რა და მაქსიმალურად ამიყვანია თავი და დაუმშვიდებული ვარ ესე რომ ვთქვათ. და გამიგზელებია ბრძოლა ჩვეულებრივად, რადგან არ უნდა აიჭრა მომენტში, თორე გაბრაზებული კაცი და მარტივი სამართავია რა. აუცილებლად უნდა კითხო, ნუ ჯერ ძალიან შორია აქამდე, მაგრამ ფიქრობ თუ არა პროფესიულ კრივზეც. პროფესიულ კრივზე ჯერ არ ვფიქრობ, ჯერ მოყვარულებში მაქვს რაღაც მიზნები, ნუ დიდებში ევროპა, მსოფლიო. თუმცა აუცილებლად შეგამჩნევ, მე დარწმუნებული ვარ, იგივე ისევ იმ სტილიდან გამომდინარე. რაც შოუს ელემენტიც არის, უკვე დღევანდელ სპორტში შოუს გარეშე წარმოუდგენელია, ხო? კი. და ოლიმპიადა რაც ყველა სპორტსმენისთვის ოცნება და მიზანია რა, მონაწილეობა და შემდეგ იქ ჩემპიონობა. არის შანსი რომ უკვე პარიზი მოასწრო თუ არა? არა, 28-თვის უკვე 28-თვის უკვე კარგ ისეთ ფორმაში ისეთი ასაკიც მექნება რომ სავარაუდოდ წონასაც შეიცვლია რა 28-თვის. წონა როგორ იქნება ოლიმპიადაზე არ ვიცი რა, ეხა არის 71, 73, 80, აი დიდი სხვაობებია. 71-მდე წესით უნდა თუ არ შეიცვალა წონა, ხო, აი ყოველთვის იცვლება და თუ არ შეიცვლება. უახლოესი რა გაქვს ახლა, სად უნდა გიგულშემატკივროთ? ჩვენთან წინა წელს მსოფლიო იყო და ჩვენთან კრივში არის 2 წელიწადში ერთხელ ტარდება მსოფლიო რა. ნუ შესაბამისად წელს საქართველოს მოვიგე, ევროპა მოვიგე და არაფერი არ მიწევს რა. აი იქნება რაღაც შიდა საერთაშორისო ტურნირები და გარეთაც გასვლება. აი ამ დროს ასაკეთებ ფორმის შესანარჩუნებლად. ფორმის შესანარჩუნებლად ნუ არაფერი ლაითი ვარჯიშები მექნება, ჯერჯერობით არაფრისთვის არ ვემზადები, ცოტა თან ეხა ჩამოვიდი, განტვირთვა რაღაცა ორგანიზმისთვის, ეგეც საჭიროა და რა თქმა და აუცილებლად უნდა კითხო ის ყველა ეს სპორტსმენს ვეკითხები, რატომ უნდა იაროს მომავალმა თაობამ კრივზე. აი ბევრი სტერეოტიპი არსებობს ტრავმულობასთან, რაღაც მძიმე ტრავმებთან და რაღაც რეციდივებთან. აი შენ რა სიტყოდი? აი რატომ უნდა დაინტერესდნენ კრივით? ზოგადად მომავალ თაობას ურჩევდი იმას, რომ დაისახონ ცხოვრებაში რაღაცა მიზანი რა და იბრძოლონ იმ მიზნის განვითარებისთვის და არ დაყარონ ფარხმალი, ბევრი უსამართლობა შეხვდებათ გწინ, მაგრამ ამ ყოველფრის მიუხედავად უნდა გააგრძელონ სვლა. შენ შეხვდა ბევრი უსამართლობა? ხო, რა თქმა უნდა, უსამართლობაც. მაგრამ რა ვქნათ, რა სპორტია და გვხდება. სპორტია ცხოვრებაშიც ეგრე არის. მაშინ აუცილებლად უნდა კითხო, აი რა იყო შენ ცხოვრებაში გარდამტეხი, რამაც აი დღესაც იხსენებ, რომ ეს იყო ყველაზე რთული, მაგრამ შენ ისიც დაამარცხე და გარდატეხა მოხდა საერთოდ შენ ცხოვრებაშიც.
2000 არაფერი რა ისეთი საქართველოს რომ მოვიდა 12 წელს ვიყავი მაშინ და ევროპაზე წავედი იმ წელს და ფინალისტი გავხდი რა ფინალში რო წავაგე რუსთან იმან ძალიან იმოქმედა რა ჩემზე და აი მაგის შემდეგ ევროპაზე არ წამიგია რა მაგის შემდეგ 4 ჯერ ვიჩხუბე და 4 ჯერ ჩემპიონი გავხდი ძალიან მაგარი мотиваცია მე მგონი და შენ ისე სასიამოვნო მოსაუბრე ხარ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრჯერ შევხვდები ჩვენ მით უმეტეს შენ თუ ესე დასახული მიზნისკენ ბოლომდე ივლი აუცილებლად იქნება ოლიმპიური თამაშებიც ეს თავარია სპორტში და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ძალიან დიდი მადლობა იმ სიხარულისთვის რომელსაც ჩვენს ქვეყანას აძლევთ შენს და რა თქმა უნდა აივაზიანთანაც ვიტყვი აუცილებლად დიდი მადლობა შენ ამისთვის და ძალიან ბევრი წარმატებები დემურ მადლობა მადლობა სპორტერას მორიგი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. ბუნებრივი არც კარგი ტრადიცია გვავიწყდება და თქმილ ლუკმაც საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და ერთ-ერთი გამორჩეული ხელბურთელის ტიტე კალანდაძის ერთი გამარჯვების ისტორიას გიტოვებთ. მე კი მომავალ და ძალიან საინტერესო გადაცემამდე გემშვიდობებით და წარმატებულ კვირას გისურვებთ. შეხვედრამდე. ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი პირველი გამარჯვება საერთაშორისო არენაზე, როდესაც მე თამაშობდი მაშინ მაკედონიაში, კლუბ ვარდარში, ერთ-ერთი ძალიან ძლიერი კლუბი არის დღევანდელ მაკედონიის ისტორიაში და თვითონ მაკედონია ხელბურთის ქვეყანას წარმოადგენს. ძალიან ახალგაზრდები ჩავედით, აქედან ქართველები ვიყავით 4 იმ დროს ჩვენ კლუბში. და ეს იყო თასის ფინალი, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ და ავწიეთ თასი მაღლა, არავინ არ ელოდა ზუსტად მაშინ ესეთ რეზულტატს ჩვენგან, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ, ჩვენ შევძელით და დამსახურებულათაც გავიმარჯვეთ და რატო ვიტყვი ახლა ამას, რომ ეს რატო არის გამორჩეული? იმით რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი გამარჯვება, ამ გამარჯვებას ჩვენ ჩაგვისახა ის იმედი, რომ ჩვენ თურმე შეგვიძლია ქართველებსაც რომ რაღაცა გავაკეთოთ, იმიტომ რომ მთელი ბირთვი, მთავარი ბირთვი იმ გუნდის ვიყავით ჩვენ ქართველები და ამ გამარჯვებას მოყვა მერე უკვე სანაკრებო გამარჯვებებიც, ამ გამარჯვებებს მოყვა მერე როგორც ჩვენი გახარება, ისევე ჩვენი ქართველი მაყურებლების გახარებას. ასე რომ გამოვარჩევდი ზუსტად აი ამ გამარჯვებას. ჩვენ როდესაც ჩავედით საქართველოსდან აი არავინ არ იცნობს საქართველოს როგორც ხელბურთს. ქონდა საბჭოთა კავშირის დროს რა თქმა უნდა რაღაც პატარა ტრადიცია, მაგრამ როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, არავინ არ იცნობს საქართველოს, თან მით უმეტეს ჩვენ ახალგაზრდები ვართ, ჯერ არაფერს არ მიგვიღწევია. ჩავედით იქ, რომ უბრალოდ ჩვენი დაგვემკვიდრებინა, ჩვენი ადგილი თუ შევძლებდით თუ არა იმათთან ერთად გვერდში დგომას, როგორც სპორტსმენები. გავიდა ერთი თვე და უკვე რწმენა უფრო ძლიერდება, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. გავიდა მეორე თვეც და უკვე კითხვა დაისვა, შეგვიძლია კი არა, ჩვენ მე მგონი ამაზე უკეთესებიც ვართ, იყო ეგეთი რაღაცა გზნობა ნამდვილად და მე უკვე წლის ბოლოს მოხდა ზუსტად ის გამარჯვება და ეს უკვე იგრძნობოდა, რომ მე რაღაცა შემიძლია უკვე მეში თვითონ როგორც სპორტსმენში, როდესაც ეს ამაღლდება, იმას უფრო მეტი შეუძლია რა. და მით უმეტეს, როდესაც რამოდენიმეს ესეთი გზნობა აქვს, უკვე შენ ძალიან დიდ ძალას წარმოადგენს. მომავალ წლებში მე ბევრჯერ მარტოც მითამაშია სხვა კლუბებში და წარმატებებს იქაც მიმიღწევია, მაგრამ უფრო ადვილი და უფრო ძლიერები მაშინ ვიყავით ქართველები. როდესაც ჩვენის პირველი გამარჯვება ვიგებთ და ეგრევე ჟურნალისტებმაც დაწერეს, რომ ცოტა სამხიარულო ისი ქონდა სათაური ქართველმა მაფიამ გაიმარჯვა მაკედონიაზეო, მაგალითად რას ნიშნავდა ეს? ანგარიში დამთავრდა 22-18 და 21 ბურთი ქართველების გატანილი იყო და ასე რომ ქართველებმა გავიმარჯვეთ ეს და იმიტომ ვიძახი ესე ხმამაღლა. ჩემს გვერდით თამაშობდა გიორგი თურქია, ირაკლი კეკელიძე და აცგანსვენებული ალექსანდრე ბოყოჩაძე. აი სულ რამოდენიმე თვეის წინ გარდაიცვალა და აი
ნამდვილად ვიცი, რომ ყველაზე მეტად შეიძლება ამ ადამიანს გახარებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ერთად და ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და შეიძლება ისიც თქვას, რომ ამ გამარჯვებას უძღვნით ბატონ ალეკო ბოღოჩაძესაც, იმიტომ რომ ჩვენ ის ყოველთვის დაგვამახსოვდება. რაც შეეხება ახალგაზრდებს, მინდა უთხრა, რომ ირწმუნონ თავის თავში, ნამდვილად შეუძლია ქართველს ხელბურთის თამაში და ყველაფერი შესაძლებელია მით უმეტეს, როდესაც ყავს უკვე ისეთი გუნდი შენს წინ, რომ ხედავ ისინი იმარჯვებენ, არიან კარგი ძლიერი გუნდი და შენთვის უფრო ადვილია რომ გაიზარდო.